როდის სჯობს ეპილაციის გაკეთება? რუჯიდან რამდენ ხანში ან გარუჯვამდე რამდენი ხნით ადრე? საერთოდ გარუჯული არ უნდა იყოს. დავიჯერო ერთ დაწესებულებაში ყველა ტიპის ლაზერის აპარატი დგას და ჩვენ ვაკეთებთ სამსხივიან ლაზერს, ეს არის აბსოლუტურად მარკეტინგული ხრიკი. რას ურჩევს ზაზა მაგალითად პაციენტებს, ვისაც სახეზე აქვთ თმიანი საფარველი და არიან ასეთები? სახის არეზე ლაზერული ეპილაცია ერთ-ერთი მაღალი რისკია ზუსტად გამონაყრის განვითარების, მათ შორის ფოლიკულით, ისაც არ თქმის ძირის ანთების და ასევე აკნეს პროვოცირების რისკიც არსებობს. ყველაზე ეფექტური ლაზერული ეპილაცია არის ადამიანში, რომელსაც აქვს მეთულთქვიო მე-12 ატომური ბომბი ათქო. ეს არის როდის შეიძლება აწარმოოს ადამიანმა ესთეტიკური პროცედურები თუ კონკრეტულად მას ეს ოხერი აკნე აწუხებს? ჩემთან დღეში თუ მოდის აკნეს დაავადებით 20 პაციენტი, 20-დან 15 არის რთული ფორმით. რეციდივი არ ექნებოდა, რომ არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. რა გააკეთა? გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გამარჯობა, მიხარია რომ უყურებთ პოდკასტ. დღეს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გვექნება. მოიწონეთ ჩვენი არხი, რადგან ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება იმისათვის, რომ მეტი და მეტი საინტერესო სიუჟეტები და ეპიზოდები შემოგთავაზოთ. ახლა კი წარვადგინოთ ჩვენი გადაცემის სპონსორი, ერთგული სპონსორი, მადლობა მას. პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულის და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოლასა და სიჯანსაღეს. აჰავას ბრენდი სრულიად ორიენტირებულია ეფექტურობასა და მისი გამოყენებისას შედეგი გამოკვეთილად თვალსაჩინოა. სტუმრად მყავს ამ საქმის უდაო პროფესიონალი, ყველასათვის ცნობილი ზაზა თელია, რომელიც ემსახურება ამ მიმართულებას უკვე წლებია. ზაზა, გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედი პოდკასტში. ყოველთვის ვცდილობთ რაღაც საინტერესო შევთავაზოთ ჩვენ მაყურებელს პოპულარულ ენაზე, გასაგებ ენაზე და შენ ამის სპეციალისტი ხარ ცალსახად. მოდი, ყველაზე ისეთი პოპულარული თემა, რაც ესეთი სამოხმარებლო ბაზარზე არის, პროფესიონალური ჭრილიდან განვიხილოთ. შენ გითმო ფასპარეს, მე მხოლოდ კითხვებს დაგისვამ და რაღაცებში წამოვყვები ნელ-ნელა. ეს არის ეპილაცია. რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცნობილი თემა, იმიტომ რომ პოპულაცია ამ პრობლემებთან, ასე ვთქვათ, პრობლემასთან ახლოს არის თმიანობასთან, შესაბამისად ეს პროცედურებიც გამოიყენება აქტუალურად და აქტიურად. მოდი თავიდან გითხარი, რადგან ახლა არის ზაფხული და რუჯი ძალიან ისეთი სეზონურია, როდის სჯობს ეპილაციის გაკეთება? პირველი კითხვა ასე იყოს, რუჯიდან რამდენ ხანში ან გარუჯვამდე რამდენი ხნით ადრე? მადლობა მოწვევისთვის, მართლაც ესეთი აქტუალური თემაა და ხშირ შემთხვევაში ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაციაც ვრცელდება ხოლმე საზოგადოებაში. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ზოგადად მზარდია სტატისტიკა მთელს მსოფლიოში. კერძოდ, მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში, აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში დაახლოებით 400,000 პროცედურამდე კეთდება წელიწადში. და განვითარებადი ქვეყნები როგორც საქართველო, რა თქმა უნდა, ჩვენც რაღაც იქითკენ მივდივართ. იმდენი არ იქნება, რა თქმა უნდა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ იქითკენ მივდივართ, რაც რა თქმა უნდა კარგია რეალურად, იმიტომ რომ ეს საკითხი მათ შორის ყველაზე ხშირად თინეიჯერებსაც აწუხებთ და ეს არ არის მხოლოდ რაღაცა თმის მოშორების პროცედურა, ეს არის ცალსახად რაღაცა ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაც დაკავშირებული განსაკუთრებით გოგოებში და მათ რაღაც სირცხვილის გზნობა, ბულინგები და ესეთ რაღაცები აღწერილიც არის ლიტერატურულად რა. ამიტომ ლაზერული ეპილაციის სტატისტიკა მზარდია და ძალიან კარგია რომ ესეა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ რომ ლაზერული ეპილაცია არის უსაფრთხო და ეფექტური, ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი თმის მოშორებისა, თუმცა უსაფრთხოებაში აუცილებლად უნდა გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა ტიპის საკითხები, რაზეც თქვენ ახლა შეკითხვა დამისვით. ეს ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომ გარკვეული ტიპის ლიმიტაცია, აქვს ამ ლაზერულ ეპილაციას, აი მათ შორის ერთ-ერთი არის რუჯი. ძალიან მარტივად რო შევაფასოთ თვითონ როგორ მოქმედებს ეს ლაზერი და სხვადასხვა უნდა ვთქვათ, რომ ეს ლაზერი თვითონ სიტყვა არის აკრონიმი.
და ეხლა ინგლისურად არ ვიტყვი, მაგრამ რას ნიშნავს? ეს არის სინათლის გაძლიერება, ენერგიის მომატებული რაოდენობით, რომელსაც ეს აპარატი თვითონ აბუსტირებს, აპროვოცირებს. ანუ სინათლეა გაძლიერებული, რომელიც სინათლეც მოქმედებს ჩვენს კანზე. უნდა აღვნიშნოთ პირველ რიგში, რომ ლაზერული ეპილაციის ეს სხივები გადის ინფრაწითელ სხივებში. ეს არის 700 ნანომეტრიდან დაახლოებით 10,000-11,000 ნანომეტრამდე. აი, ამ სხივებში მერყეობს და ყველაზე ცნობილი არის, არსებობდა რაბი ლაზერი, რომელიც აღარ გამოიყენება როგორც წესი. არის 3 ცნობილი, ეს არის ალექსანდრიტი, რომელიც არის 755 ნანომეტრის სხივი, არის დიოდი, რომელიც არის 810 ნანომეტრის სხივი და არის იაგ ლაზერი, რომელიც არის 1064 ნანომეტრი. თვითონ სხივები 755, 810, 1064 ეს არის თვითონ სიხშირე, ანუ რა სიხშირესაც უშვებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ლაზერის მოქმედების მექანიზმი არის აბსოლუტურად განკუთვნილი თმის ფოლიკულზე. ანუ თმის ფოლიკულში როგორც კანს აქვს მელანინი და ზუსტად ამ მელანინს აღიქვავს ეს ლაზერი. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ თეთრ თმაზე, ანუ ჭაღარა თმაზე და ქერა თმაზე ლაზერს არანაირი ეფექტი არ აქვს, ამიტომ არ უნდა გაკეთეთ ეს და ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, რომ ლაზერი იყოს ეფექტური და თან უსაფრთხო, არის მნიშვნელოვანი, რომ კანი არ იყოს გარუჯული. ანუ თუ ჩვენი კანი გარუჯულია და გარუჯულ კანზე გავიკეთებთ ლაზერს, ერთის მხრივ ეფექტურობა არ იქნება და მეორეს მხრივ ეს ლაზერი კანის მელანინს აღიქვავს და არა თმის მელანინს და ანუ კანის მელანინი კონკურენციაში მოდის თმის მელანინთან და შესაბამისად შეიძლება კანზე სხვადასხვა ტიპის გვერდითი ეფექტები დაიწყოს, როგორიც არის მაგალითად ლაქების გაჩენა, დამწრობა კანის ან თუ თვითონ სპეციალისტიც ძალიან ისეთი იმპულსით გააკეთებს, შეიძლება ნაწიბურიც კი განვითარდეს კანს. შესაბამისად, მარტივი რეკომენდაცია რუჩთან მიმართებაში არის, რომ საერთოდ გარუჯული არ უნდა იყოს. ეს ინდივიდუალურია, მაგალითად, გარუჯული ადამიანი რამდენ ხანშიც გადაუვა რუჯი როგორც კი გადაუვა, შეუძლია გაიგოს. ნორმალურ კანის, საკუთარ კანის ფერს როგორც კი დაუბრუნდება, შემდეგ შეუძლია პირდაპირ გაიგეთოს. თუ მაგალითად ჩვენ ვამბობთ, რომ მაინც ადამიანი მიდის ამ, ასე ვთქვათ, რისკზე და მაინც იკეთებს ამ ეპილაციას გარუჯულ სხეულზე, აქ უკვე ერთვება შემდეგი რეკომენდაცია. აი ეს 3 ლაზერის სხივი, რომელიც მე აღვნიშნა, ალექსანდრიტი, დიოდი და იაგი. განკუთვნილი იმისთვის არის, თუ რა ტიპის კანი აქვს ადამიანს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს 4-დან 6 ტიპამდე გამოყოფენ ხოლმე. პირველი და მეორე ტიპის კანი უფრო უპირატესად იწვება ხოლმე და ნაკლებად ირუჯება. მაგალითად პირველი ტიპი თეთრი ფერი, ღია ფერი. აი ძალიან თეთრი ფერის კანი ვისაც აქვს, აი ყოველთვის იწვებიან ეს ადამიანები და არასდროს ირუჯებიან. მეორე ტიპი არის, რომელიც ყოველთვის იწვება, მაგრამ ზოგჯერ რუჯს იღებს. მესამე ტიპია, რომელიც ყოველთვის ირუჯება, მაგრამ ზოგჯერ იწვება. მეოთხე ტიპი არის, ყოველთვის ირუჯება, არასდროს არ იწვება. მეხუთე და მეექვსე ტიპი ეს არის უკვე ხორბლისფერი, მოყავისფრო ფერის, აი ბრაუნსკინ, რასაც ეძახიან და ბლექსკინ, ანუ შავი კანი. ეს ლაზერული ეპილაციის აპარატები ზუსტად განკუთვნილია აი ამ კანის ტიპის მიხედვით. თუ ჩვენ გვაქვს თეთრი ფერის კანი, ანუ პირველი და მეორე ტიპის კანი, საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ გავიკეთებთ ალექსანდრიტის ლაზერს, ანუ 755 ნანომეტრს, რომელიც ძალიან ღრმად არ ჩადის. და მას აქვს უნარი, რომ თმის ფოლიკულამდე მიაღწიოს და ეფექტურად თმის ფოლიკული დააზიანოს, ხო. თუ ჩვენ გვაქვს მესამე ტიპის კანი, ან მეოთხე ტიპის კანისკენ მივდივართ, ანუ უფრო მუქი ფერისკენ მივდივართ, ამ შემთხვევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე უსაფრთხო იქნება თუ გაკეთდება იაგი. იაგი 1064 ნანომეტრი არის ის სხივი, რომელიც რეალურად ღრმად შეაღწევს თმის ფოლიკულამდე და აი ეს კანი ისედაც ამ ადამიანებს ხო მუქი ფერის კანი აქვს, შესაბამისად ამ ფერის კანის ადამიანებში მელანინი კანში ბევრია.
კონკურენციაში არ წავა. ანუ ღრმად რაც უფრო აღწევს 1064 ნანომეტრი რაც უფრო ღრმად შეაღწევს, თმის ფოლიკულამდე მიდის და არ ვრცელდება კანის ასე ვთქვათ ზედაპირზე და დამწრობის, გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი ნაკლებია. ეგეთი კითხვა გამიშთა, ბოდიში გაგაწყვეტინე. აი ხა მე არ დამოვიწყეს. აი ხა რო არის ეს ეპილაციის უამრავი ცენტრი გახსნილი, ხო? დასავლეთშიც და საქართველოშიც ხა რა ყველგან არის ეს. დავიჯერო ერთ დაწესებულებაში ყველა ტიპის ლაზერის აპარატი დგას და ადამიანები მიდიან და აბა რომელი კანისფერი გაქვს, იაგზე შედი, თქვათ, იმ ერბიუმია თუ რაღაცა სხვადასხვა ტიპის ლაზერები, ესეა დღეს საქართველოში? საქართველოში ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ თვითონ ეს ლაზეროთერაპიის ოთახებს ესმე არ ვიცნობ, ანუ კონკრეტულ დაწესებულებებს პირობითად ლაზერი იაგი 1064 ნანომეტრიანი აქვს თუ არა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი ხარისხის აპარატზე, ანუ ვსაუბრობთ ისეთ აპარატზე, რომელსაც აქვს უნარი, რომ ყველა სხივი გაუშვას, აი პირობითად ალბათ გსმენიათ სამსხივიანი ლაზერი, ხო? ეს სამსხივიანი ლაზერი ჩვენ ვაკეთებთ სამსხივიან ლაზერს, ეს არის აბსოლუტურად მარკეტინგული ხრიკი. სამსხივს ერთიანად ლაზერი ვერანაირად ვერ გაუშვებს. თვითონ ლაზეროთერაპევტმა უნდა დააყენოს. თუ კონკრეტულ კლინიკას, კონკრეტულ დაწესებულებას მართლაც აქვს სამსხივიანი ლაზერი, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ეს სამსხივიანი ლაზერი ალექსანდრიცაც უშვებს, დიოდსაც უშვებს და იაკსაც უშვებს, მაგრამ ლაზეროთერაპევტმა უნდა დააყენოს ნანომეტრი. ანუ ტალღის სიხშირე 755 მიუთითებს, 800-ს მიუთითებს თუ 1064-ს, ეს თვითონ უნდა განსაზღვროს. ამიტომ არის საჭირო, რომ თვითონ ლაზეროთერაპევტი ამაში ერკვეოდეს. თუ მუქი ფერის ადამიანი მივა, ან პირობითად, რა თქმა უნდა, საქართველოშიც შავკანიანი ადამიანები ცხოვრობენ, ხო, ბევრი არა, მაგრამ ცხოვრობენ და არიან ადამიანები, რომლებსაც brown skin აქვთ, ანუ ყავისფერი კანი. ამ ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ 1064 ნანომეტრიანი, ანუ იაგი. ძალიან მაღალი რისკია ამ ადამიანებმა თუ გაიკეთეს ალექსანდრიტი ან თუნდაც დიოდი, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები დაიწყოთ კანზე. რა ტიპის შემთხვევები გქონია პრაქტიკაში, როდესაც მოუმართავს ადამიანს, თქვათ, ლაზერული ეპილაციის შემდგომი დაზიანებები? გქონია ესეთი პრაქტიკა? კი, ყველაზე ხშირი ეს არის ჰიპერპიგმენტაცია, ანუ პოსტ-ანთებითი, ანუ ანთების შემდგომ ლაზერული ეპილაციის შემდგომ დაზიანდა კანი და კანის დაზიანების შემდგომ განვითარდა მუქი ფერის ლაქები, ანუ ჰიპერპიგმენტური ლაქები, იშვიათია ჰიპოპიგმენტური, ანუ პირიქით თეთრ ფერის ლაქები, ასევე ხშირად შეგხვედრია დამწრობა ნეუსებზე, ანუ ხალზე, ამიტომაც არის რეკომენდებული, რომ ჩვენ ვიცით, რომ ნეუსის ადგილას, ხალის ადგილას მელანოციტები ბევრი კონცენტრაციით გვაქვს, ბევრი არის, ამიტომ ზუსტად ხალის დაფარვა არის საჭირო ხოლმე ლაზერული ეპილაციის დროს, რომ არ მოხდეს რისკი არ იყოს აი ამ ხალის დამწრობის. თმიანი ხალი როცა არის, იმ თმის ეპილაციით მოშორება თუ არის რეკომენდებული? უპირატესად ჯობია ელექტროლიზისი ამ შემთხვევაში, ანუ ელექტროეპილაცია, რასაც ფესვის დაზიანების კუთხით. ასევე, არც თუ ისე ხშირია საბედნიეროდ აი ნაწიბურები, რაც მე აღვნიშნე და ასევე არც თუ ისე იშვიათია პოსტეპილაციური გამონაყარი, პოსტეპილაციური აი რასთან არის დაკავშირებული? ფოლიკულიტი. ეს დაკავშირებული არის თვითონ, ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს არასწორ დროს ჩატარებულ ეპილაციასთან, ან არასწორად გაკეთებულ ეპილაციასთან კონკრეტულ ზონებზე. ასე მაგალითად, ჩვენ პაციენტებს ურჩევთ და რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ლაზერული ეპილაცია არ გაიკეთონ ისეთ ზონებზე, როგორც ქალებშია საუბარი, ანდროგენ სენსიტიური ზონები, პირობითად სახის არე. და აი სახის არეზეც ლაზერული ეპილაცია ერთ-ერთი მაღალი რისკია ზუსტად გამონაყრის განვითარების, მათ შორის ფოლიკულიტისაც, ანუ თმის ძირის ანთების და ასევე აკნეს პროვოცირების რისკიც არსებობს. და ისედაც რომ ამას თავი დავანებოთ სახის არეზე, ლაზერული ეპილაციის ეფექტურობა პრაქტიკულად არ აქვს. რას ურჩევს ზაზა მაგალითად პაციენტებს, ვისაც სახეზე აქვს თმიანი საფარველი და არიან ასეთები, ეს ჰორმონალურ ფონთან არის დაკავშირებული, გენეტიკური წინასწარ განწყობა აქვს ზოგს, აუჯახური ანამნეზი, რომ სულ ბებიაც, დედაც და დიდი ბებიაც მუდმივად რაღაცას იყენებდა სახის თმიანი საფარველის
მოსავლელად. რა რეკომენდაციას მიცემ, რა პროტოკოლებია დღეს, რომ ადამიანმა ვისიამოვნოს რა თავს მიხედოს და კარგად იყოს რა. სახის არეზე უფრო რეკომენდებულია ელექტროეპილაცია, ეგრეთ წოდებული აი ნემსი, რასაც ეძახიან. ასევე ძალიან კარგი ვარიანტია აი ამ ეპილაციასთან ერთად ეგრეთ წოდებული კრემის ეფლორნითინი ქვია, უბრალოდ საქართველოში ჩვენთან ეს არის არ არის ხელმისაწვდომი. ეს კრემი ახდენს თმის ზრდის ინჰიბირებას, ანუ შეფერხებას და აი კუნალობასავით გამოდის. საუკეთესო შედეგს იძლევა მაგალითად ელექტროეპილაციის გაკეთებას პლუს ამ ეფლორნითინის კრემის გამოყენება ერთად. რატო არ არის საქართველოში? ლიცენზირებული არ არის პრეპარატი რაღაცა. ლიცენზირებული არის, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, თუ არ უცდები ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი ევროპაშიც არის ლიცენზირებული, ამერიკაში უეჭველად ლიცენზირებულია, უბრალოდ, სამწუხაროდ საქართველოში განსაკუთრებით დერმატოლოგიური პროფილით ბევრი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მედიკამენტი არ არის ხელმისაწვდომი, როგორც ადგილობრივი გამოყენების, ასევე სისტემური სახით, ამიტომ ზოგჯერ ხელფეხი გვაქვს ხოლმე შეკრული, ასე ვთქვათ, დერმატოლოგებს. ამატებს რეგულაცია, ამას ნელ-ნელა გიმატებთ არსენალში, ვთქვათ, გამოყენების თუ უძრავად. არც თუ ისე დიდი ნაბიჯებით მივდივართ, წინ შეიძლება ითქვას, არც თუ დიდი ნაბიჯებით. ხშირად ამ კუთხით სერიოზული პრობლემები გვექმნება პაციენტთან მიმართებაში, იმიტომ რომ გჭირდება საშუალება, მისი ალტერნატივა არ არსებობს, ვერ სთავაზო პაციენტს, პაციენტიც ცოტა შეწუხებულია ამ საკითხით, რომ ვერ შეულობს და უწევს ხოლმე ხშირად სხვა ქვეყნებიდან მისი, ასე ვთქვათ, იმპორტირება. ზაზა, ესეთი კითხვა მაქვს, არსებობს გარკვეული შიშები, მაგალითად აქსილარული ზონა, იღლიის ზონა, რომ იღლია თითქოს რაღაცა ლიმფური კვანძებით არის გაჯერებული, ძუძუსთან, საძევჭირკვალთან ახლოს არის თუ არა რეალური რაიმე საფრთხეები, თქვათ, იღლიის ფოსოში ლაზერული ეპილაციის გამოყენებისას. ხო, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ხშირად შემხვედრია მეც მითები. აი პირველ რიგში მე რითაც დავიწყე საუბარი, იქიდან გამომდინარე ლოგიკას რო გავყვეთ, რა თქმა უნდა უსაფრთხოა, რატო? კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ლაზერი იყენებს გაძლიერებული სინათლის სხივს და ეს სხივი არის ინფრაწითელი სხივის ტალღებში შედის. ანუ ეს არის 700 ნანომეტრიდან 10,000 11,000 ნანომეტრამდე. ჩვენ არ ვსაუბრობთ ულტრაისფერ სხივებს. ულტრაისფერი სხივები საერთოდ არაფერს კავშირში არის. ულტრაისფერი სხივები არის ქვედა მხარე, ანუ 280 ნანომეტრიდან 400 ნანომეტრამდე. აი ეს არის ულტრაისფერი A სხივი, B სხივი და C სხივი, რომელსაც გამოყოფს მზის სინათლე და ის არის ხოლმე ეგრეთ წოდებული კანცეროგენი. ულტრაისფერი სხივი. ინფრაწითელ სხივს ეს არ ეხება, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ნანომეტრების ტალღა, ეს არის ინფრაწითელი სხივი, რომელიც თვითონ ეს აპარატი შექმნილია ისე, რომ კონკრეტულად ეს აპარატი მოქმედებს კანსა და თმის ფოლიკულს. ანუ ის ვერ შეაღწევს ღრმა ქსოვილებში, ანუ კანქვეშა ქსოვილებამდე მას მიღწევის უნარი არ გააჩნია. შესაბამისად, ლოგიკას თუ გავყვებით, რა თქმა უნდა, მას ვერანაირი გავლენა ვერ ექნება პირობითად ვისცერალურ ორგანოებზე, ვერ ექნება გავლენა ვერც ლიმფურ კვანძებზე, შესაბამისად აბსოლუტურად უსაფრთხოა. აი აქვე შეიძლება დავამატოთ ასევე გავრცელებული ეგრეთ წოდებული მითი, ეგრეთ წოდებულ გარდატეხის ასაკის დადგომამდე. აი, ის არის თემა, აბა ეგეც გავიაროთ. ხო, გარდატეხის ასაკის დადგომამდე, რომ ხშირად აბრუნებენ პაციენტებს, მშობლებს აბრუნებენ მისულს ლაზერიდან, რომ მე ვერ გაგიკეთებ, იმიტომ რომ გარდატეხის ასაკი ციკლი არ არის დაწყებული და აბსოლუტურად მოკლებულია ყველანაირ ლოგიკას და მედიცინაში ეს არ არის. საერთოდ არანაირ კავშირში არ არის, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნეთ, ასევე ვისცერალური ორგანოები და ლიმფური კვანძები ლაზერულ სხივს, აი ამ გაძლიერებულ სინათლეს ვერანაირი გავლენა ვერ ექნება ვერც ჯირკვლებზე, ჩვენს ორგანიზმში მდებარე ჯირკვლებზე და ვერ ექნება ვერც გავლენა ჰორმონებზე. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა არასწორი რეკომენდაცია და აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ესე იგი გამოდის, რომ თმის ლაზერულ ეპილაციას ასაკის შეზღუდვა არ აქვს. რა თქმა უნდა, ერთადერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ლაზერი
ვერ ხედავს თეთრ და ქერათ მას. თუ ბავშვს პირობითად არის ბავშვი 9 წლის ან 10 წლის და მას მომატებული თმა აქვს, რაოდენობა აქვს თმის, მაგრამ ეს თმა არის ქერა, ყვითელი, მაშინ რა თქმა უნდა თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ ლაზერი ვერ იმუშავებს, ეფექტური არ იქნება, მაგრამ თუ ბავშვს აქვს მუქი ფერის თმა, მოშავოში გადასული თმა, რა თქმა უნდა შეგვიძლია მოვაშოროთ და არ დაველოდოთ ციკლს, ან არ დაველოდოთ გარდატეხის. და ამით მოუფრთხილდეთ ბავშვის ფსიქიკას, იმიტომ რომ განიცდიან. რა თქმა უნდა, ისინი შეიძლება ბულინგის მსხვერპლი გახდეს თავის თანატოლისგან, შეიძლება ემოციურად დეპრესიაში ჩავარდეს, იმიტომ რომ თმა არ მოსწონდეს და ესეთი ფაქტები არის უამრავი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რაც უფრო მალე სწრაფად დავიწყებთ ეპილაციას, აუთკამი, შედეგი უკეთესი იქნება. ანუ რა თქმა უნდა, უფრო ადრე დაწყებული ეპილაცია უფრო შეამცირებს თმის სიხშირესაც და შეამცირებს თმის ამოსვლის და ინტერვალებსაც გაზდის სავარაუდოდ პროცედურებში. რა თქმა უნდა. უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი რომ თმა უნდა იყოს მუქი ფერის, არ უნდა იყოს ადამიანი გარუჯული, ანუ გაურუჯავ, სხეულზე უნდა გაკეთდეს და აქვე დავამატებდი. ყველაზე ეფექტური ლაზერული ეპილაცია არის ადამიანში, რომელსაც აქვს თეთრი ფერის კანი და მუქი ფერის თმა. ანუ აი მაგალითად ფიცპატრიქსის კლასიფიკაციით პირველი ტიპის კანი, აი რომელიც ყველაზე ღია ფერის კანი და ამასთან ერთად აქვს მუქი ფერის. წითურ თმაზე რა სიტყვი, ბარემ ეგეს თუ არის რამე განსხვავება? წითურ თმაში ცოტა მელანინი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტნაკლებად, აი ქერას ნაკლებად და წითურში ცოტა უფრო უკეთესად, მაგრამ ყველაზე საუკეთესოდ მუქ ფერს. მან უკვე პროფესიონალიზმის თემა არის, პროფესიონალი წვეთს რა, როგორ რომის. ჩვენთან არის თუ არა ამ მიმართულებით მზაობა ქვეყანაში? არის თუ არა რამე კურსები, სადაც ისწავლება ლაზერული ეპილაციის თერაპიის კურსები, თქვა რომ პროფესიონალი ადამიანმა ისწავლოს ეს ბარემ უთხრათ ეგეც მაყურებელს, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს ეს თემა ცალსახად. შემხვედრია ესე სოციალურ ქსელებშიც რაღაც კურსები გარკვეული ტიპის კერძო დაწესებულების მიერ და კერძო ადამიანების მიერ რაც დაორგანიზებული, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს კურსები როგორ ტარდება, რა პროფესიონალიზმი ეს მედიცინის სფეროში არ ჯდება, ამიტომაც ამასთან თუმცა შემიძლია დავაიმედო ჩვენი მსმენელიც, რომ ჩვენც ახლა ამ თემაზე ძალიან აქტიურად მუშაობდა პაციენტების სამედიცინო განათლების დონეზე, თქვენი პოდკასტიც ამას ემსახურება, რომ ჩვენი მიზანი ექიმების არის, რომ სამედიცინო განათლების დონე პაციენტების ავამაღლოთ, რომ პაციენტი მომზადებული იყოს, რომ კითხვები დასვას ექიმთან. თუ კითხვებს დასვას პაციენტი, ესეთ კრიტიკულ შეკითხვებს ექიმთან, ექიმიც მომზადებული იქნება, ბუნებრივი ექიმიც უნდა იყოს პროფესიონალი ამაში. არის ასოციაციები, ჩვენც რამოდენიმე ასოციაციის წევრი გახლავართ მეც და ეს ჩვენი ასოციაციები სისტემატიურად ყოველწლიურად მართავთ გარკვეულ ტიპის შეხვედრებს, ვაორგანიზებთ კონფერენციებს, რომელ კონფერენციებზე ზუსტად ამაზე ხდება აზრების გაცვლა, გამოცვლა. როგორ გაუმჯობესდეს და ექიმებისთვის განათლების დონის ამაღლება, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. პირველი ნაწილი გავიარეთ, ეხლა რეკლამას წარვადგენ, რომ სპონსორები გვჭირდება. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს და სპონსორებს. პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვალსა და სიჯანსაღეს. ეს ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ზაზა, მადლობა პირველი ნაწილისთვის. მოდი მოკლედ შევეხოთ, რადგან შენ ხარ ახლა ჩვენი სტუმარი და მე ვემსახურები იმ სფეროს, რომელიც გარკვეულწილად პარალელური სფერო არის დერმატოლოგიის, ესე პლასტიკური ქირურგია, ესთეტიკური მედიცინა. მე მყავს პაციენტები, რომლებიც ხშირად მეკითხებიან ისეთ კითხვებს, რაზედაც მე ვცდილობ პასუხი მხოლოდ ასე ვთქვათ ზოგადად გავცე და გადავამისამართო დერმატოლოგებთან. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ხშირად ვეხებით და ჩემთანაც იწერება ბევრი ადამიანი, რომ აი აკნეს შემდგომი მდგომარეობა, როდის შეიძლება მაგალითად გავიკეთო ბიორევიტალიზაცია, დავატენიანო სახე, როდის შეიძლება ვთქვათ გავიკეთო
დავიკეთო ბოტულოტოქსინი, თუ კი მკურნალობ აკნეს და სხვადასხვა პოპულარული ცნობილი სახელებია მედიკამენტების ახლა აღარ ჩამოთვლი, მათ შორის ხშირად შენთან გადმოსულა პაციენტი რო აი ზაზასთან დავდივარ, ბატონი ზაზამ დამინიშნა ეს და როდის შეიძლება თქვენთან დავიწყო. პირველ რიგში მოდი ორი სიტყვით შევახსენოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს აკნეს ფენომენი და მერე გითხარი ზაზა თელიას რეკომენდაციები, როდის შეიძლება აწარმოოს ადამიანმა ესთეტიკური პროცედურები, თუ კონკრეტულად მას ეს ოხერი აკნე აწუხებს. კი ბატონო, აკნე არის ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური დაავადება მთელს მსოფლიოში, მიზეზი მისი არის გენეტიკური ფაქტორი, პლუს დამატებული ამას ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქცია, ანუ ცხიმოვანი ჯირკვლები ჭარბად მუშაობენ, ეს ცხიმი ვერ ასწრებს კანის ზედაპირზე გამოსვლას, სადინრები იხშობა, ვითარდება იქ ანთებითი პროცესი და მთელი ესეთი წრე იგვრება. ეს არის მიზეზი გამოწვევი. სამწუხაროდ პრევალენსი ავადობა თუ თინეიჯერებში არის დაახლოებით იგივე იდენტური ბიჭებს და გოგოებს შორის. თინეიჯერობის ასაკის შემდგომ უკვე ქალები ასწრებენ მკვეთრად კაცებს. ერთ-ერთი სტატისტიკური მიზეზი ამისა მათ შორის სამწუხაროდ არის ხოლმე კონკრეტული ტიპის ბევრი და ხშირი კოსმეტოლოგიური პროცედურები და ხშირი ეგრეთ წოდებული skin care რუტინის ესე ცვალებადობა, რომელიც გოგოებს და ქალებს ძალიან ხშირად უყვართ, ხო. თუ ჩვენ ვისაუბრებთ თვითონ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე, კოსმეტოლოგიური პროცედურები კრიტიკულ როლს თამაშობს ზოგადად კანის მკურნალობაში მოვლაში და მათ შორის აკნეს შემდგომ მდგომარეობაშიც ისეთები როგორიც არის მაგალითად აკნეს შემდგომი განვითარებული ნაწიბურები. მოკლედ თუ შევაფასებ თვითონ აკნეს მკურნალობის დროს, რა თქმა უნდა გააჩნია რა მკურნალობაზე იმყოფება პაციენტი, თუ ჩვენ ვისაუბრებთ რომ სისტემურ მკურნალობაზე იმყოფება და იღებს პირობითად ისეთ მედიკამენტს როგორიც არის იზოტრეტინოინი სისტემური და მას ახასიათებს მოქმედების მექანიზმი არის ზუსტად ცხიმოვანი ჯირკვლის ფუნქციონების დათრგუნვა და შესაბამისად განსაკუთრებულად გამოხატული გვერდითი ეფექტი აქვს კანის გამოშრობა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბიორევიტალიზაციის ჩატარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აქვე დავძენდი რომ არც ბოტულინოტოქსინით ინექციური პროცედურა იზოტრეტინოინის მკურნალობის პერიოდში უკუჩვენებას არ წარმოადგენს, შეიძლება გაიკეთოს პაციენტმა. თუმცა აქ მე დავამატებდი ერთ ფაქტორს, აი განსაკუთრებით ბიორევიტალიზაცია და ეგრეთ წოდებული აი skin booster-ების გამოყენება და ეგრეთ წოდებული შემავსებლების გამოყენება ყველაზე მეტად გვჭირდება ხოლმე აკნეს შემდგომი, ანუ აკნეს მდგომარეობისას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ეს ბიორევიტალიზაციის დროს გამოყენებადია ეს ეგრეთ წოდებული skin booster-ებიც, მათ შორის შემავსებლები, ეგრეთ წოდებული ფილერები, ძალიან ეფექტურია და კარგად მუშაობს აკნეს შემდგომ ნაწიბურებზე. დატენიანება ეს ერთი ცალკე საკითხია, მაგრამ ამაზე მეტად დამერწმუნეთ პაციენტებს აწუხებთ ხოლმე ეს აკნეს შემდგომი დარჩენილი ნაწიბურები. იდეალური ვარიანტი არის რა თქმა უნდა მკურნალობა ისე ჩატარდეს და სწრაფად ჩატარდეს, რომ ნაწიბურები აირიდოს თავიდან პაციენტმა, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ესე არ ხდება ხოლმე, დაგვიანებული შემთხვევებით მოდიან ხოლმე, ამიტომ ძალიან ბევრია, უამრავია. მაგალითად სტატისტიკად შემიძლია გითხრათ, ჩემთან დღეში თუ მოდის აკნეს დაავადებით 20 პაციენტი, 20-დან 15 არის რთული ფორმით. უკვე რთული ფორმა ნიშნავს, რომ უკვე მას უკვე ნაწილი. კარგი, მოდი ბარემ შევეხოთ და ძალიან კარგი რომ შენ თვითონ გადახვედი ამ მკურნალობის და მომართვიანობაზე. როდის უნდა მოვიდეს ადამიანი ზაზასთან, დერმატოლოგთან როდის უნდა მივიდეს? 1-2, ასე ვთქვათ, გამონაყარი უკვე კითხვის ნიშანს ბადებდეს, უნდა რომ წავიდე ექიმთან თუ უნდა მანიფესტაცია მოხდეს და ამას ელოდოს. აი რას ან რაღაც ასაკი ხო არ არის, პროფილაქტიკური ვიზიტი ხო არ არის საჭირო? თუ 3-6 თვის განმავლობაში, 3-6 თვის განმავლობაში მშობელი აფიქსირებს, რომ მის თინეიჯერ გარდატეხის ასაკში შესულდა 12-13-დან 15-16 წლამდე პერიოდი თუ აი კიდე უფრო დაბლა, იმიტომ რომ დაიწია კი თუ ჩვენ ვიტყვით რომ 30-40 წლის წინ შეიძლება 50 წლის წინ განსაკუთრებით გოგოებში გარდატეხის ასაკი იწყებოდა 12 წლიდან, ეს ასაკი ჩამოსულია 9 წელზე. ანუ 9 წლის ასაკიდან უკვე ჩემთან ბევრი პაციენტი მოსულა,
უკვე გარდატეხის ასაკია დაწყებული, უკვე ციკლიც დაწყებულია და უკვე აკნე არის არა მსუბუქი ფორმის და არა საშუალო ფორმის, არამედ 9 წლის ბავშვს აქვს უკვე რთული ფორმის აკნე. ამიტომ თუ მშობელი აფიქსირებს, რომ მის შვილს არა აქვს მნიშვნელობა ასაკს. მოდით ვთქვათ 8 წლიდან. 8-9 წლიდან. 3-6 თვის განმავლობაში ეწყება გამონაყარი ინტენსიური და 1 2 3 4 ჩდება და მრავლდება და უყოვნებლივ უნდა მიმართოს დერმატოლოგს. აქვე არ უნდა გამოგჩეს, რომ აკნე ასევე არსებობს ბავშვთა. ანუ ბავშვთა აკნე, რომელიც შეიძლება განვითარდეს 3 წლიდან 6 წლის ასაკამდე. ამ ასაკში წყდება. იგივენაირი გამოვლინებებით არის თქვათ ეს. საბედნიეროდ უფრო ნაკლები ინტენსიურობით მიმდინარეობს და გამოსავალი ესეთი ტიპის აკნეს უფრო უკეთესი აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთმა ბავშვთა აკნემაც შეიძლება დატოვოს ნაწიბურები და ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ არსებობს ინფანტილური აკნე, არსებობს ნეონატალური აკნე, როდესაც ჩვილ ბავშვს ეწყება გამონაყარი და მანდაც ძალიან ხშირია ნაწიბურების დატოვება. აი, ალბათ გინახავთ მაინც ბავშვები პირობითად დაახლოებით 10 წლის, 11 წლის გამონაყარი არა აქვს საერთოდ არანაირი და განსაკუთრებით ჩვენ ამას C-ზონას ვეძახით, C-ზონა, აი ყვრიმალების არეზე. აი ესე დახვრეტილი, დაჩხვლეტილი ზოგი ფორს ეძახის, ფორებს ეძახის, აი ეს დაჩხვლეტილი ელემენტები აქვს. ეს არის ნაწიბურები, რეალური, რომელიც დატოვა იმ გამონაყარმა, რომელიც ჰქონდა მას, როდესაც იყო თვეების. ხო. და მე მშობელს რო ეკითხები, რო ეუნები, რომ მას თვეების რო იყო გამონაყარი ჭირდა სახეზე და ხო იხსენებს, ხო, რაღაცა ჭირდა და რაღაცას უკუნართ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეფასება და მიმართვიანობა დერმატოლოგთან იყოს სწრაფად. მოკლედ რო შევაფასოთ, რეკომენდაცია არის შემდეგი: რაც უფრო მალე დავიწყებთ მკურნალობას, გამოსავალი იქნება უკეთესი. გამოსავალი როგორ არის, ზაზა? ანუ 100%-იანი გამოჯამთელების შანსი აკნეს მატრებელ ადამიანს აქვს? რა თქმა უნდა, უამრავია ასეთი პაციენტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ჩემს პრაქტიკაშიც, რომ აკნესგან საერთოდ განიკუნეს. გარკვეული ტიპის რეკომენდაციები ადამიანმა უნდა დაიცვას, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას. მაგალითად, პაციენტმა იმკურნალა, წლების განმავლობაში ყველაფერი კარგად იყო, აი 5 წელი, 6 წელი, 7 წელი კარგად იყო და ეს რემისიად ითვლება ეს პერიოდი. ხო, რემისიად ითვლება და რეციდივი მისცა და რეციდივი არ ექნებოდა, რომ არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. რა გააკეთა? მაგალითად მიიღო ვიტამინები დანამატები, მათ შორის, აი ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ბევრი სხვადასხვა საშუალებები აპროვოცირებს, მაგრამ მათ შორის ატომური ბომბი არის B12. მართლა ატომური ბომბია. მაგარი რეკომენდაციაა ეს რა. მე გვაპიროთ და ასეთი პაციენტები არიან უამრავი, რომ საერთოდ არც ქონიათ მაგალითად აკნე. და უბრალოდ გენეტიკაში თერაპიული ნიშნი მიზეზი მიიღო B12 ვიტამინი ან ტაბლეტირებული სახით ან ნემსის სახით გაიკეთა და დაეწყო აკნე. ასევე მაგალითად ეგრეთ წოდებული ძალიან პოპულარული და აფსიაქში რო შევიდეთ ახლა მე და თქვენ ერთად ყველაზე მეტად გაყიდვადი საინექციო ეგრეთ წოდებული ანთების საწინააღმდეგო და რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ინტერნეტში ახლა Google-ში რო ჩავწეროთ ამ საშუალებას, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ კომერციულ სახელწოდებას. უწერია, რომ არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდი. და შიგნით შედის ბეტა-მეტაზონი. რაც არის და B12. ანუ B12 და ბეტა-მეტაზონი ცნობილი პრეპარატია წელის ტკივილის დროს. ყველაზე გაყიდვადი აფთიაქში რო შეხვიდე ფარმაცევტს უთხრა რომ წელი მტკივა, პირველს მაგას გირჩევს. აი B12 და ბეტა-მეტაზონი ერთად, მე თუ ვთქვი რომ B12 ატომური ბომბია თქო, ეს არის ატომური ბომბი ალბათ უწერია ანოტაციაში მაგას რომ აი აკნეს პერიოდი ან მიდრეკილ პაციენტებში არ არის რეკომენდებული? ანოტაციაში არ უწერია, მაგრამ ლიტერატურაში რა თქმა უნდა ეს ეს უკვე სამეცნიერო. ძალიან კარგი რეკომენდაცია იყო ზაზა, მადლობა. ჩვენ გვაქვს ესეთი მითები და რეალობები. აკნეს მოკლედ შევეხეთ, ის გავიგეთ რომ პოსტ-აკნე პერიოდში ესთეტიკური პროცედურების წარმოება მოსულა და ძალიანაც კარგია ეს, ძალიან დიდი მადლობა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემს სფეროში მასულ პაციენტებს ყოველთვის მე ვურჩევ დერმატოლოგთან კონსულტაციას, იმიტომ რომ ეს თქვენი პრეროგატივაა, ესეც მნიშვნელოვანია იცოდეს პაციენტმა, იმიტომ რომ
კოსმეტოლოგი და პლასტიკური ქირურგი არ ვართ ამ სფეროს პროფესიონალები და ამ სფეროში დერმატოლოგია საჭირო და ერთობლივად ძალიან კარგი შედეგები იდება ყოველთვის ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. რუბრიკა მითები და რეალობა. მოკლედ კითხვებს დავსვამ და კი ან არა მითია თუ არა ესეც ვთქვათ. ლაზერული ეპილაცია უკეთესია ზამთარში გაკეთდეს. თუ იმ ფაქტს აღვნიშნავთ, რომ ზამთარში ნაკლებად არის გარუჯული ადამიანი, რა თქმა უნდა, უკეთესია. რეკომენდებულია და კარგია. ბევრი შოკოლადის ჭამა ყოველთვის იწვევს აკნეს. რა თქმა უნდა, ეს მითების სფეროში გადის, არანაირი კავშირი აკნეს კვებასთან არ აქვს, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებაში ეს ცნობილია და გარკვეული ტიპის რაღაცა კავშირებს ეძებენ ხოლმე პაციენტები. მითია. კარგი, მზის სხივები შველის აკნეს. მზის სხივებით გარუჯვით კონკრეტულად პაციენტები გამონაყრის შემსუბუქებას რა თქმა უნდა აფიქსირებენ, თუმცა თვითონ გარუჯვა აკნეს ამკუნავთ არ გამოიყენება, უარესი შედეგების მომტანია, როდესაც რუჯი გადავა. ანუ ეს მნიშვნელოვანია და მადლობა კიდევ ერთხელ ზაზა. ანუ ადამიანებში მათ შორის ჩემს გარშემოც მახსოვს, ახლაც ხვდებიან ისეთები, ვინც ზღვაზე რომ მივდივარ, გამონაყარი გამდის, დედა რა მაგარია, სულ უნდა მივიღო რუჯი და ეს არ არის სწორი. კარგი, მაკიაჟის ყოველდღე გამოყენება კანს აფუჭებს. გარკვეულწილად რა თქმა უნდა აფუჭებს. ჩვენ თუ სტატისტიკასაც გადავხედავთ, იქიდან გამომდინარე, რომ ქალები უფრო ხშირად გამოიყენებენ მეიქაპს და უფრო heavy მეიქაპს, ანუ მძიმე მაკიაჟს, მათში გამონაყარი და პრობლემური კანის უფრო ხშირად გვხვდება ხოლმე. მათ შორის ყველაზე ხშირად არის ხოლმე აი დახურულთავიანი კანქვე, ეგრეთ წოდებული კანქვეშა კომედონები. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ რაც უფრო ნაკლებს გამოვიყენებთ მაკიაჟს, რა თქმა უნდა, მით უკეთესი იქნება და რაც უფრო სწრაფად მოვიშორებთ დღის განმავლობაში, მით უფრო უკეთესი. მადლობა. სტრესმა შესაძლოა ერთ დღეში გაუარესოს კანის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მითია. კარგი. თუ კანი ცხიმიანია, მას დატენიანება არ სჭირდება. ესეც მითია, რა თქმა უნდა, კანს დატენიანება სჭირდება, იმიტომ რომ დამატენიანებელი საცხი არა მარტოა ჩვენს კანს ატენიანებს, ის პროტექციას ახდენს, ანუ დამცველობითი უნარი გააჩნია გარემო გამაღიზიანებელი ფაქტორებიდან, რომლებიც მათ შორის ჰაერშიც არის. ნაწილაკები და მოლეკულები, რომლებიც ჩვენს კანზე მუდმივად კონტაქტში არიან და აზიანებენ. ამიტომ ის დამატენიანებელი საცხი ერთგვარ შრეს ქმნის იმისათვის, რომ ჩვენი კანი იყოს დაცული და ცხიმიან კანსაც ჭირდება, რა თქმა უნდა, დატენება. კარგი. ჯანსაღი პროდუქტებით კვებამ შესაძლოა მთლიანად მოაგვაროს კანის პრობლემა. რა თქმა უნდა, მითია. დერმატოლოგიაში დაახლოებით 2000-ზე მეტი დაავადება არსებობს, ყველა სხვა დარგი რო ავიღოთ ერთად მედიცინის, დერმატოლოგია გადაწონის იმდენი. ჯოგრავს. აი, თითზე ჩამოსათვლელი დაავადებები არსებობს, რომლებიც არის დაკავშირებული კვებასთან. დანარჩენი არაფერი კავშირში არ არის მასთან. ესეც კარგი მითი დავამსხვრეთ, იმიტომ რომ ბევრს ამის ჯერა და პირიქით წეღან თქვი, რომ აი ამის კვებიდან გამონაყარი გაჩნდა, ნიგზიანი ვჭამე, გამონაყარი გაჩნდა, საცივი მივირთვი, გამონაყარი გაჩნდა. ამის სამედიცინო მტკიცებით მედიცინაში ამისთვის მტკიცებულები არ არსებობს. ზაზა, უღრმესი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი შედგა. პირველ რიგში პროფესიონალთან აზრების გასვლა ჩემთვის პატივია და სასიამოვნოა. დიდი გამოცდილება გაქვს და მგონი ის პატარა რაღაც ნახევარსაათიანი ჩვენი ეს საუბარი ბევრ ადამიანს გამოადგება. ზაზათელია იყო დღეს პოდკასტის სტუმარი. გვიყურეთ, მოიწონეთ ჩვენი არხი და კიდევ უფრო საინტერესო და ასეთ პოპულარულ თემებს დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ. ახლა კი დროებით. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან.